გამარჯობა ბავშვებო, როგორ ახართ? კიდევ ერთი ზღაპარე უნდა ჩავწერო. გიხარიათ ხო? აბა მომყევით. ძალიან შორს. ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს. იყო პატარა თოვლიანი სოფელი, სადაც ზამთარი არასდროს არ თავდებოდა. იქ ცხოვრობდა ერთი ბიჭუნა, სახელად ნიკოლა. ნიკოლა ჩვეულებრივი ბავშვი იყო, მაგრამ განსაკუთრებული გული ჰქონდა. მას უყვარდა სხვების დახმარება. თუ ვინმეს რამე დასჭირდებოდა, პირველი ის მიდიოდა. თუ ვინმე მოწყენილი იყო, ცდილობდა გაეღიმებინა. ნიკოლა ცხოვრობდა ხის თბილ სახლში, რომლის ფანჯრებიდან მუდამ შუქი ანათებდა. ჰყავდა თბილი და კეთილი მშობლები. მისი მამა 7 კაცი იყო. ხეზე მუშაობდა, სახლებს და ავეჯს აკეთებდა. ნიკოლა სულ ეუნებოდა. შვილო, თუ რამეს გააკეთებ, თავარია გულით გააკეთო. ნიკოლას დედა კი ნაზი და სიყვარულის სავსე ქალი იყო. თბილ სადილებს ამზადებდა, ტანსაცმელს კერავდა. დაზრუნავდა სახლში, შიმშილდე და სიყვარული რო ყოფილიყო. ნიკოლამ მშობლებისგან ისწავლა თიკეთი, მოთმინება და სხვების დახმარება. როცა ხის სათამაშოებს აკეთებდა, თხევად მუშაობდა. მშობლები ამაყად უყურებდნენ და ჯეროდათ. ერთი დღეს ეს პატარა ბიჭი ხელს სამყაროს გაახარებდა. ყველაზე მეტად ნიკოლას ხელობა უყვარდა. აკეთებდა ხის ცხენებს, პატარა მარხილებს. ერთ დღესაც ნიკოლამ მსრენისნა თობი ბავშვებს არჩერთი სათამაშო არ ჰქონდა. იმ ღამეს ნიკოლა ვერ დაიძინა. ფიქრობდა როგორ გაეხარებინა ბავშვი. მეორე დილით პატარა სახელოსნოში შევიდა და თელი დღე მუშაობდა. ხის სათამაშოების ლამაზად შეღება. ბილად ჩაიცვა, სათამაშოების შეფთა და სახლიდან თუმად გავიდა. გარეთ ფოვდა. ნიკოლა სახლიდან სახლამდე დადიოდა და კარებთან სათამაშოებს ყოფდა. დილით სოფელმა სიჩილის გაიღვიზა. ეს ვინ გააკეთა? ნამდვილი სასწაულია. და ნიკოლა სწორიდან უყურებდა და გულით უხაროდა. მაგრამ ყველა ბავშვი ხომ მის სოფელში არ ცხოვრობდა. ნიკოლამ გაიგოროს შორს ევისა და ცების მიღმა კიდევ ბევრი ბავშვი ცხოვრობდა. იმ დღეს ნიკოლამ გადაწყვიტა ყველა ბავშვი გაიხარებინა. ერთ ღამეს, როცა ცაზე თვარი ანათებდა, ნიკოლა მარხილი ააწყო. ორი პატარა ირემი შეავა. უჩე მარხილს ჯადოსნური შუქი დაეცა და ჩასში აფრინდა. ჩრდილოეთის ქალებმა საუჩვენეს, ვარსკვლავებმა მიმართულება მისცეს. ნელ-ნელა ნიკოლას გაიზარდა. მისი თმა გათერთდა, ხმა დაუბოხდა, მაგრამ გული ისო ბავშვური დარჩა. ბავშვებმა მას დაართვეს სანტა კლაუსი და ასე დაიწყო დიდი მოგზაურობა, რომელიც დღესაც გრძელდება. ნიკოლა სანტა კლაუსი გახდა. ნიშნავს წმინდა ნიკოლაუსი. დადის ყოველ ახალ წელს სანტა კლაუსის ფორმით და აქ როლებს მარხილს.
Ho, ho, ho! ამბობენ, რომ თუ ახალი წლის ღამეს ფანდარადან ჩიჩუმეს მოусმენ, შეიძლება ზარების ხმა გაიგონო. ეს სანტა-კლაუსია, ბიჭუნა, რომელიც გაიზარდა, მაგრამ არასოდეს დავიწყებია ბავშვების გახარება. კარგად, იმედია კარგ საჩუქრებს მოგინათ. ბაი-ბაი! Ho, ho, ho!